მოგესალმებით. ჩვენი გადაცემა წამოსანახავად არის ეთერში. ტრადიციულად ყოველ ორშაბათს საუბრობთ სამოგზაურო მიმართულებების და გამოცდილებების შესახებ და თუ სიტყვა გამოცდილება გვახსენდება, უნდა გაგვახსენდეს ბატონ ნუგზარ რუხაძე, რომელიც არის მაგალითი პროფესიული გამოცდილების, ახალი ნაბიჯების და რაღაცა ცხოვრების ახალი ეტაპის გამოცდილების და ყველაფრის. გამოცდილება ხო დიდი კომპლიმენტი არ არის, რატო თუ? რატო? იმიტომ რომ ასაკთან არის დაკავშირებული. ხო, მაგრამ შეიძლება ისე გაიარო ასაკი ადამიანმა, რომ საერთოდ ვერაფერი ვერ მოსინჯო. და ჩვენ ახლა მოგზაურობა ესეთი მარტივი რამ გონია, უბრალოდ ჩაჯდები თვითმფრინავში და უამრავი პირდაპირ მიმართულება არის და სხვადასხვა, ესე არ იყო. თქვენ რომ ამერიკის მიწაზე ფეხი დაადგით, მაშინ ეს ყველაფერი ყოველთვის შორეული ინფორმაციის ნაკლებობა, სად მიდის ადამიანი, ამ სიშორეზე, ამ ხელა ფრენა. აი ეს ყველაფერი როგორ დაიწყო, მითხარით რა, პირველში თაბეჭდების ჩათვლით. ამ სამოგზაურო გადაცემაში რომ მომიწვე, ახლა დიდი მიკლუხო მაკლე მე არ ვარ. არა? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მეც მინახია რა. ავიცეთ ერთი 60-65 ქვეყანა კი მაქვს ნანახი. 60-65, ანუ რაღაც არის 65? ხო. და რაც შეეხება ჩემს ამერიკულ მოგზაურობებს, რაც იზიდავს ხოლმე ყურადღებას ამ საზოგადოებაში. საერთოდ არ მიყვარს ხოლმე რაღაცა მაინც ამერიკასთან რომ მაკავშირებენ რაღაცნაირად, იმიტომ რომ მე ხო ამერიკანისტი არა ვარ, არა? არა. უბრალოდ ამერიკაში ჩავედი როგორც ჟურნალისტი და დაბრუნდი როგორც ჟურნალისტი, მორჩეგათო. საქმიანობის კუთხით. მაგრამ უნდა გითხრა, რომ მე ამერიკაში როცა წავედი პირველად ეს იყო წინა საუკუნის 60-იანი წლების ბოლო. და ესე ადვილი არ არის მაგ პერიოდში გადაწყვიტო რომ მოსინჯოთ თქვენი ძალები ამ სიშორეზე, უცხო გარემოში, უცხო კულტურაში. და ეს პირველი მოგზაურობა ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აი რითი, თავარი რითი. იმიტომ ამერიკაზე რა იცი, არც ისე მშრალად წავსულა ამერიკაში, იმიტომ რომ მე უცხოენების ინსტიტუტში ვსწავლობდი და ინგლისს და ამერიკას ვსწავლობდით, ანუ ეს ყველაფერი ხელის გულზე მქონდა, თეორიულად ყველაფერი ვიცოდი. გარდა იმისა, რაც წარმოადგენდა ამერიკას, ლიტერატურასაც დაუფლებული ვიყავი, რა თქმა უნდა, ამერიკულს ამას ყველაფერს ვაბარებდით ინსტიტუტში, მაგრამ ჯერთვის ფრენა ამ ხელა. ესე იგი ეს 14-16 საათიანი ფრენა და იქ ოკეანეზე რომ მიფრინავ, ესე იგი სხვა ცხოვრებით ცხოვრობ. გასაგებია რომ ესე იგი ამაზე ცუდზე არავინ არ ფიქრობ თვითონში როზე ხარ, მაგრამ თუ წარმოიდგენ რომ შეიძლება თვითონაც რაღაც მოუვიდო და ჩავარდე და უცებ შედა ვეშაპის ხახაში მოხდე, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. მაგრამ ამაზე არ ფიქრობ ახლა და მაინც ვცდილობ რომ კარგად რო გაატარო ამ თვითონში, მაგრამ როცა ჩავედი ამერიკაში, აი აეროპორტიდან დაიწყო, ესე იგი ჩემი ასე შეძლა. ესე იგი აეროპორტის მასშტაბმა რა თქმა უნდა გადაბრიო პირველი სწავლის ამერე აეროპორტის ერთი სექტორიდან მეორეში გადასვლა რაღაც სპეციალური მანქანებით, ავტობუსებით, მე იქ არსებული აეროპორტის შიგნით არსებული ეს მეტროს მოძრაობა, ანუ ყველაფერი იყო რაღაც გიგანტური. და როცა ქუჩაში აღმოჩნდი და დავიწყებ თუგენა ნიუ-იორკიდან, აი ნიუ-იორკში რო გავედი, თვალს ხო ვიცოდი რაც იყო, სურათებში ნანახი და კინოში ნანახი მქონდა, მაგრამ თვალს არ დაუჯერე, რომ ადამიანის ხელს შეიძლება ეს გაეკეთებინა, რომ ამდენი ქვა შეიძლება მოგროვილი იყოს რაღაც ერთ სივრცეში. და აზიდული იყო ეს ქვები მაღლაც ამდე. და აი ეს რაღაც სათამბჯენები აეშენებინა, ხო? ეს მანჰეტენი ხო რაღაც ზემოდან რომ დახურებ, არა? და მახსოვს პირველად Empire State Building-იდან გადავხედე ზემოდან მანჰეტენს და ეს იყო ისეთი შტაბიჯება, გული კინაღამ წამივიდა, იცი? რომ თავხედე ზემოდან როგორ შეიძლება და მეს მოახერხებინა და მე როცა უკვე დაბლა ჩავედი და ქუჩებში დავიწყე სიარული და ეს ვებერთელად სათამბჯენები თავზე დაგყურებდა, თითქოს მაშინ რაღაც შვიდდები, იცი, რაღაცნაირად და ნუ რაღაც უკვე კომპაქტური სივრცეა ეს ქუჩა შედარებით, მით უმეტეს ხანდახან კაფე იმაში რესტორანში და კაფეში თუ შეივლიდი და რაღაცნაირად უფრო შედარებით მშვიდად უყურებ ამას ყველაფერს. გარდა ამისა, ჩემზე იმოქმედა მაშინ, ესე იგი, საბჭოთა კავშირიდან წასული ბავშვი ვიყავ, მანქანების ასეთმა რაოდენობა, მანქანების ასეთმა ნაირსახეობამ, დღეს თბილისში და ამერიკაში ერთადერთი მანქანები დადის. მაგრამ მაშინ იყო დიდი ასე არ იყო.
ის ყვითელი ტაქსები რაც კინოში გვინახავს ჩვენ და შორიდან ეს რაღაც ნიუ-იორკის გრძელი საცობები ეს ყველაფერი გაცოცხლდა. ეს ფიზიკური შთაბეჭდილება, ეს კი ამერიკა თავისი გიგანტური მოცულობით, მაგრამ და სივრცეებით. მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავ, ჩემი პირველი შთაბეჭდილება რა იყო ის, როცა გავიცანი ხალხი, ჩავწვდი ამ ცხოვრებას, დავრჩი ცოტა რაღაც გავიგე უფრო მეტი. ეს არის რაღაც თავგანწირული შრომა იმისათვის, რომ თავი შეინახოს ადამიანმა. ანუ ეს არის დიდი შრომის, დიდი ბუნების, დიდი ოფლის ზღვის ქვეყანა. მართლაც იცი ეს ტყილ ადამიანი ამას ყვილა ყოფლით ვერ გააკეთებდა ამ ხელას საქმეს. ანუ ჩემი როცა ამერიკის შენაგან ცხოვრებაზე დავფიქრდი, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თუ რა დაალაგებულად, რა ბევრს, რა ლოგიკურად და რა ნაყოფიერად შრომობენ. აბა, და შედეგი არის ის რა დაუცებს მე. საკავშირში კი იყო შრომა რა თქმა უნდა, მაგრამ შრომის ნაყოფიერება იყო რაღაც საეჭვო ჩვენთან. ანუ და იქ იყო დასტური პირდაპირ. იქ პირიქით, ესე ერთ საათში ჩადებულ შრომის რაღაც ერთეულს ამერიკაში უფრო დიდი შედეგი მოხდა და ალბათ ვარს კიდევაც ვიდრე ეს კი საბჭოთა კავშირში იყო და მე მიჩვეული ვიყავი სოციალიზმი. ანუ პირველი ჯახი სოციალისტი გაზრდილი და სოციალიზმიდან წასული ახალგაზრდა კაცისთვის პირველი ჯახი იყო ეს რომ მოხდი კაპიტალისტი ხუბლი დავეჯახი კაპიტალისტს პირდაპირ და ამა რა თქმა უნდა ძალიან დიდი შტაბილდება მოახდინა ჩემზე. რა უნდა გითხრა იცი? აი ამერიკული მოგზაურობები და ამერიკაში აი კიდევ გეტყვი ამერიკა გადაფრენილი და გადმოფრენილი ვარ იქით აქეთ დაახლოებით ასე მინიმუმი იქნება 70-80 100-მდე. 100-მდე ფრენამა გაკეთებული. ხო, იქით აქეთ დაახლოებით ესე იგი. ხო. ეს სხვადასხვა მიზნებით რა თქმა უნდა. მესმის, მაგრამ დაგროვდა ეს რაოდენობა. ეს ჯერთი ისიც საოცარია რომ ესე გააძინებულია და ასეთი ხელმისაწვდომი გახდა ეს ამერიკა. მაგრამ რადგანაც ჩვენ აქცენტი გვაქვს აქ მოგზაურობაზე, აი რა მინდა გითხრა, რა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს მოგზაურობა. ამერიკა მე არ მინდა ისე რაღაც ქებადიდება შემოგთავაზო ამერიკის. ყველა ქვეყანა საქები და სადიდია. ყველა ქვეყანა იცი რა, ესე იგი საუდის არაბეთი, აფრიკის უდაბნო, საჰარა ისეთივე ლამაზია, როგორც აყვავებული შვეიცარია. როგორ შეხედავ გააჩნია ყველა დედამიწის ზურგს და ყველაფერი ლამაზია და რამდენი რამეა სანახავი და მოსახლეობები და რა უნდა გითხრა იცი აი მე ხომ ამდენი ხანი ვიცხოვრე ამერიკაში აი ამდენი ხანი ხო და რა მხოლოდ ვიცხოვრე თუ ვიმუშავე ულევია აი ვერ გამოლებ ამერიკაში სანახავს რა თქმა უნდა ერთელა ქვეყანაა ფიზიკურად გადაჭემულია ამ ხელა სივრცეზე ოკეანიდან ოკეანამდე აი ამდენი კლიმატური ზონა, დროის ზონა და ასე შემდეგ. და იცი მე ალბათ ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ამერიკას ბოლომდე ვერ ვნახავ. ვერ ამოვიწურავ. თუმცა უნდა გითხრა, რომ 50 შტატიდან ამერიკაში ვარ ნამყოფი 40-ში. 40-ში. აი თუ ამდენ შტატში ხართ ნამყოფი, თუ დაადასტურებთ ამ ნათქვამს, რომ ყველა შტატი თითქოს სხვადასხვა ქვეყანაა. ეს მართლესია? კიდე არაც, ორივე. Yes and no. კიდე არაც, რატომ? სხვადასხვა, იმიტომ რომ ბუნებით განსხვავდება, რა თქმა უნდა, და თავისებურია ყველა შტატი. ის კი არა, პოლიტიკურადაც თავისუფარია, ყველა შტატი. იქ და კანონდება. რა თქმა უნდა, ყველა შტატს თავისი კონსტიტუცია აქვს, რომელიც გამომდინარეობს დიდი ამერიკული კონსტიტუციიდან, მაგრამ კანონების განსხვავდება ერთმანეთისგან, მანქანის თავისუფლებების განსხვავდება, მაგრამ სინამდვილეში იცი ერთია რა. მაინც ერთია. ისი ამერიკულ შარაგზას, ამერიკულ დიდ ასე ვთქვათ, გზატკეცილს ყველგან იცნობ. ისი ტიპიურია ძალიან. ის არის. აი ყველა შტატში იქით-აქეთ ამ გზის იქით-აქეთ მოთავსებული ერთ და იგივე რაღაცა. და რომელია თქვენთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი შტატი? აი 40-დან 70-ში. მე უნდა გითხრა რომ მე ყველაზე მეტად შევეჩვე მერილენდს. იმიტომ რომ მერილენდში ძალიან ბევრი დრო გავატარე. დიახ. და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა შემიყვარდა ჯორჯიის შტატი, რომ იქ დავიწყე ცხოვრება, და იქ ავიდგი ფეხი ასე ვთქვათ ამერიკულად და იქ ავიდგი ენაც ამერიკულად. და ამიტომ ჯორჯიის შტატი რაღაც მშობლიური შტატივით არის ჩემთვის, მით უმეტეს რომ ჯორჯია და საქართველო, ჯორჯია თუ ჯორჯია, ეს ორი ჯორჯია ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ის კი არა ის კასეტა რომელმაც ემი მიიღო, ჩემი კასეტა დოკუმენტური ფილმი, რომელმაც ემი მიიღო თავის დროზე.
იმას აწერია Georgia to Georgia, ესეთი პროექტია, ჟურნალისტური. Georgia to Georgia, ხო. ანუ საქართველოს ეს ორი ჯორჯია, საქართველოს და ჯორჯია, რომელიც რა თქმა უნდა რაღაც გულის ამაჩუყებელია, ძალიან რომანტიული რაღაცაა. ამიტომ ჯორჯიის შტატი ძალიან მიყვარს, თუმცა იქ აიხანი აღარ ყოფილვარ და მე ძალიან შევეჩვე მერილე, ძალიან შევეჩვე ბალტიმორს. ქალაქს ეს მომხიბლავი ლამაზი ქალაქია, სხვა ჩვენზე ედგარ პოს ქალაქია ეს ბალტიმორი და პატარა დარჩა რაღაცა პატარა მუზეუმი იქ რომელსაც ახლა ყოფილა ხომ ძალიან ხშირად. ესე იგი 40 შტატი გავიგე და აი 65 ქვეყანა რო ახსენეთ დასაწყისში არ მოვიწყდება. სად დაგროვდა რა? რომელ კონტინენტზე რა მოგზაურობებში რა ტიპის მოგზაურობებში გავიზარდე, მოგზაურობა ძალიან არ დავიწყე. მახსოვს უცხოენების ინსტიტუტში რო ჩავაბარე სადღაც მეორე კურსზე მე მგონი უკვე სამოგზაურო წავედი და დავიწყეთ მოგზაურობა ბულგარეთიდან. ჩემი პირველი ქვეყანა იყო ბულგარეთი. ხო. და მე ამას მოყვა მთელი სოციალისტური ქვეყნები ასე ერქვა. ხთი ჩვენი მოგზაურობა იყოფოდა სოციალისტურ და კაპიტალისტურ ქვეყნებად. შენ ეს არ გახსოვს რა თქმა უნდა, მაგრამ ასე იყო. სოციალისტურში უფრო ადვილი იყო წასვლა, კაპიტალისტურში წასვლა ითვლებოდა დიდ საქმეთ. მე დავიწყე ბულგარეთით, ამას ვაყვარე პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, რაც კი ქვეყანა იყო ქვეყანაზე ყველაფერი მოყვა, ამას იუგოსლავია და ასე შემდეგ. თუმცა მოგზაურობის თვალსაზრისით იუგოსლავია ითვლებოდა კაპიტალისტურ ქვეყნად. ანუ მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური ქვეყანა იყო, კატეგორია მოგზაურობის თვალსაზრისით იყო ესე იგი კაპიტალისტური და იქაც არ იყო ადვილი მოხვედრა და ითვლებოდა იგი პრესტიჟულ საქმეთ, რომ იუგოსლავიაში მოხვედრილი იყო. მე დაიწყო, მაგრამ ჩემი ასე თქვა დიდი ხნით მოგზაურობა იყო ნეპალში. აუ, ნეპალში. მე დავიწყე ნეპალით მუშაობა. მე როცა მე 22 წლის ბიჭი რომ ვიყავი, თარჯიმნად გამიშვეს ნეპალში. ეს ის დრო იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი აკეთებდა ძალიან დიდ ექსპორტს კომუნიზმისას და ის სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში რაღაც დიდ პროექტებს იგონებდა და კატმანდუში გავით ალბათ და კატმანდუში ვცხოვრობდი, მაგრამ ჯერ ვცხოვრობდი ნეპალის სამხრეთში, ინდოეთის საზღვარზე, იყო ასეთი ქალაქი ჯანაკპური, მე ვცხოვრობდი იქვე ახლოს ქალაქ ბირგანში, მე ვცხოვრობდი კატმანდუში რა თქმა უნდა და მე მაშინ რა ქვია ნეპალის სამხრეთში, რომელიც ინდოეთს საზღვარობდა, ისეთ ადგილას ვცხოვრობდი ამ ჯანაკპურში, რომ ყოველდღიურად რო ვდგებოდი ჯომოლუნგმას უყურებდი. რას ამბობ? ანუ 8000-იანების თვალყრობ ახებდი უყურებდი ევერესტს, რომელსაც ინდურად ქვია ჯომოლუნგმა და ნეპალურად ქვია საგარმათა. კი, საგარმათა ეს რაღაცა. აი რა მინდა ნეპალზე გითხოთ, იცით, მე ტურისტულად ვარ ნამყოფი და ის მოკლე ხანი, სადაც რაც გავატარე 2 კვირა თუ რაღაც არის, ნუ თავბრუდამხვევი. ცხოვრების დროსაც ასეთი საოცარი და თავბრუდამხვევია ნეპალი. აი ჩათვალე რომ ნეპალში არაფერი არ შეცვლა, რაც იყო ის არის, ხო, მაგრამ მე იცი ისეთი შტაბ-ები ნეპალიდან გამოყოლილი, მე მაგალითად მითარგმნია ნეპალის მეფისთვის და მისი დედოფლისთვის, ასე ნეპალის მეფე და დედოფალი ჩამოვიდა სიგარეტის ფაბრიკის გახსნაზე და ესე იგი იწვნენ და მე უკან ვიდექი და რასაც ლაპარაკობდნენ ესე იგი უფროსები, მე ამას თარგმნით ყველაფერს. უკან ვედექი მეფეს. ანუ მათი ენიდან თარგმნიდით? მე ვთარგმნიდი, არა, ინგლისურიდან, რუსულიდან ინგლისურად. რუსულიდან ინგლისურად. მაჰენდრა ბირბიკრამ შაჰდევა. ესე იყო მეფე. და დედოფალი იყო რატნა რაჯაია ლაქშმი დევი შაჰ. აი ესე. ახლაც რო გახსოვთ. და რა უნდა გითხრა, იცი, აი ეს ბიჭი რომელმაც გაწირა ესე იგი თავისი ნათესაობა და ეს საშინელება ჩაიდინა სასახლეში და ამოხოცა მთელი მეფის ოჯახი ეს ბიჭი ნატარები მყავს ჩემი ხელით ესე იგი დედამისთან ერთად იმაში რა ქვია ქარხანაში ეს სიგარეტის ფაბრიკა დავათვალიერებდა მე დამევალა ესაბავი ანუ ეს ამ ოჯახთან ეს ოჯახი გავიცანი რა მეფის ოჯახი იმიტომ რომ იქ მუშაობდი და იქ ჩამოვიდნენ და ეს იყო აი ძალიან საინტერესო რაღაცა იყო. საერთოდ მეფე მაჰენდრა პოეტი კაცი იყო, გაიგე? და მე ესე იგი ბირენდრა მოკლეს, ესე იგი მეფე მაჰენდრას შვილი იყო ბირენდრა და თუ არ ვცდები, აი ეს ბირენდრა იყო, რომელიც აი ამ ბიჭმა დახვრიტა რა.
თავის სასახლეში რაღაცის გამო გაბრაზებული იყო და მთელი ოჯახი ამოჟურდა. მე მგონი ბეწუზე ხარც განარჩენილი. არ ვიცი ახლა ძალიან დიდი ხნის ამბავია, ტყუილი არ მინდა თქვა, მაგრამ სახელებს ნამდვილად არ ვიცი, ნამდვილად. ჯამში რამდენი ხანი იცხოვრეთ ნეპალში? სადა? ნეპალში რამდენი ხანი? ნეპალში ვიყავი 2 წელიწადი. 2 წელიწადი საკმაოდ დიდი. ვიცხოვრე ინდოეთშიც. ვიცხოვრე ეგვიპტეში, ალექსანდრიაში ცხოვრობ. ალექსანდრიაში მოგზაურობა ძალიან დიდი საქმე იყო რა. ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი ქვეყანა და ბოლოს რა თქმა უნდა გავატარე 2 წელიწადი ლონდონში, ინგლისში ცხოვრობდი. იქ მუშაობდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ბოლოს მოვხვდი ამერიკაში. და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ტურისტი შეიძლება დამარხვას ესე იგი ამერიკაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდიოდი. თუნდაც ამ გადაფრენების ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემს ტელესტუდიას, ჩემს ტელესტუდიას, სადაც მუშაობდი მე, გეგმაში ჰქონდა რომ მე შემომევლო ამერიკის ძალიან ბევრი შტატი და ყველა შტატიდან გამაკეთებინა გადაცემა. და აი ამიტომ 40 შტატი. აი მაგით ოკლაჰომაში ვიყავი და ოკლაჰომა და გადავწევ და არიზონაში ვიყავი, აი მაშინ რა ქვია არიზონას დედაქალაქში, ფენიქსში ვიყავი და იქიდან გადმოვცემდი კოლორადოში, მაგალითად დენვერში, კოლორადოს დედაქალაქში ვიყავი და იქიდან გადმოვცემდი ბევრი შტატიდან, ასე ბევრი შტატის დედაქალაქში ყოფილვარ და იქიდან გამიკეთებია გადაცემა და თანაც ყველა ტელევიზიის, ესე იგი სეტზე მჯდარ ვარ და წამყვანებთან მილაპარაკია. ასეთი ესეც მოგზაურობა იყო თავისუფლად. ესეც მოგზაურობა. ეს შემოქმედებითი მოგზაურობა. რა თქმა უნდა, ფიზიკური მოგზაურობა სხვა არის და შემოქმედებითი. ფრენა გიყვართ, აი ამდენი საათი გატარებული ცაში. ეხლა მოგითხოვ ფრანაზო გიждები არა, მაგრამ ასმეზარება. არც გეზარება. კი, აქვს თქვენი რუტინა რა იმე. კინოებს უყურებ, ვიძინებ, კაივსამ და დავლევ რაღაცა. გადის ეს დრო, ხო? ჩემებურად კაი დროს ვატარებ. შიში არ გაქვთ. ხანდახან, მაგრამ იმისთან იღბალი მაქვს. ვიღაცა უეჭვლა თუ საინტერესო მომიჯდება ხოლმე გვერდით. ხალი იქნება თუ კაცი და ამ შვენიერ დროს ვატარებ. გადის ლაპარაკში მთელი ეს. აი ესეთი განსხვავებული კულტურები, ინდუსური იქნება, შემდეგ ბრიტანული იქნება, იქით ამერიკა. აი ამდენი რამის ნახვის შემდეგ, აი თქვენი როგორც მოგზაურის დაკვირვებით, რა არის თავარი სანახავი, რაც ადამიანმა ცხოვრებაში შეუძლებლად უნდა ნახოს? დედამიწის ზურგზე? არა, ეგ რა. ესე კატეგორია ამერიკა ვერ დაგიყოფ რა. იმიტომ რომ ყველაფერი განსხვავებულია. რაც დედამიწის ზურგზეა, ყველაფერი მნიშვნელოვანია. ოღონდ განსხვავება რაშია? იცი, კომერციაშია განსხვავება. ასე ვთქვათ, ზოგი ადგილი, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის, ასე ვთქვათ, ადგილია, ზოგი ნაკლები კეთილდღეობის. თორე თავისი ინტერესით არა, ჩემი საზრით დედამიწის ნებისმიერი წერტილერი საინტერესო. ყველაფერი მომხიბლავია, ყველაფერი მიმზიდავია. თქვენ სად იგრძენთ ყველაზე მეტი კომფორტი შინაგანი, რომ აი ეს გარემო თქვენია, თქვენიანია. რომელ ქვეყანაში? აი ხო, ამდენი გამოცდილების და ამდენი ქვეყნის. ყველაზე კარგად, როგორც ადამიანი და როგორც ასე ვთქვათ, როგორც სადღაც მომუშავე ადამიანი, როგორც პიროვნება, ლონდონში ვგრძნობდი თავს. ლონდონი არის ჩემი ქალაქი, ძალიან მიყვარს. კარგად ვიცი ეს ქალაქი, დიდხანს ვიცხოვრე იქ. და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ხო, ამბობენ რომ ლონდონში მაინც სხვანაირი ცხოვრების ხარისხი და ადამიანური შეგრძნებები. ჩემთვის ვერც პარიზი და ვერც რომი ლონდონის შემცვლელი ვერ იქნება. მართლა ვერ. და ვერც ის ინდუსურ ნეპალურ გარემო. ლონდონი არის ნომერ 1 ქალაქი, სადაც აი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვახრა კარგია. გააქვთ ლონდონში რამე ისეთი საყვარელი ადგილი, როდესაც აი რომ დაბრუნდეთ ახლა ლონდონში აუცილებლად ვიყავ. ლონდონში ერთ საყვარელი ადგილი, როცა აი რამდენჯერმე ჩადა, არც მახსოვს რამდენჯერ ჩასუვარ, არის პიკადილიზე. დიახ. პიკადილი გზელი ქუჩა, ესე იგი პიკადილი მარტო ის კი არ არის, წრე არ არის. ქუჩასაც პიკადილი ქვია. აი პიკადილიდან შესახვევში არის ასეთი პატარა ადგილი, რომელსაც ქვია Shepherd's Corner. Shepherd's Corner. ეს არის წყემსის კუთხე. კუთხე. აი ეს რა გეგონება ვიღაც ეს არის თვითონ შექმნილია ვიღაც თოჯინისთვის, რაღაც თოჯინების სამყარო და აი რო ხარ გონია რომ რაღაც სხვა სამყაროში ხარ. ვა, ჩავიმნიშნოთ მშენებლება მაყურებლებო ეს საბათი. და აი ძალიან ლონდონია რა. ძალიან ინგლისურია ეს. ძალიან ხაზგასმით აქცენტირებული ლონდონი. წემსის კუთხე. წემსის პიკადილისთან ახლოს. ეს დავიმახსოვროთ. დაგვჭა საუბრის დაახლოებით 2 წუთი, მეტი არა და იქნებ დამისახელოთ აი ერთი თქვათ უკვე ვთქვით ეს წემსის კუთხე, აი 2
ამბავი, სადაც ბუნებამ და ადამიანის ხელმა გაგაოცათ. ორი სანახაობა. ევერესტის თვით და მე მგონი ადამიანის შრომამ და ხელმა გამოუცა ნიუ-იორკში, ძნელად როგორ შეძლო ადამიანმა მანჰეტენის აშენება, ეს შემთხვევით აი დღესაც გამოცხადა, დღესაც ვერ წარმოგედგენია. და ბუნების ძალა და ბუნებაში, ესე იგი, ბრაზილიაში რომ ვიყავი და მისისიპიზე რომ მივდიოდი მისისიპის თავიდან ეს ცოტა მონოტონური იყო ესე იგი მგზავრობა გემით, მაგრამ როცა ბრაზილიაში წამიყვანე ჯუნგლებში ამაზონის ფარაზე, ხო, და ჯუნგლებში მისისიპი მეთქი ამაზონი და გეტყვით მივხვდიდი ხო და ესე იგი ჯუნგლებში რომ გავატარე ესე იგი ეს ნახევარი დღე უფრო მეტი ცოტა და ვიღაც მომყვებოდა რა თქმა უნდა არ დაუჯერეთ თემსაც რომ ნამდვილ ჯუნგლებში ვიყავი ეს იყო სასწაული რა ნამდვილი ამაზონიკო როგორც თვითონ ეძახიან მაგრამ მისისიპი იმიტომ რომ მისისიპიზეც ნამოგზაურებია რა თქმა უნდა და წარმოიდგინეთ ეს ადამიანი მეუბნებოდა ჩემთან რა გინდა ინტერვიუ რა მოგზაურობა მე ვიციო აი ეს არ არის მოგზაურობა მაგრამ სიმართლე გითხრა შარშა ვოლგაზე ვიყავი ვოლგაც ნახეთ ეს ვოლგაზე ვიმოგზაურე შარშოს დაფხულში იყო გადასარევი არბეთ ნაკლები არ ყოფილა მისისიპიზე მაგრამ ამაზონიაში სხვა რაღაც ხდება ძალიან კარგი იყო ძალიან კარგი იყო ამაზონით დავინტერესდი, იმიტომ რომ ბრაზილია მე ერთხელ მოვახერხე, მაგრამ აი ეგ სიღრმეები ასათვისებელი მაქვს. ესე იგი ღირს ამაზონის ნახვა. კი, ნამდვილად. ტერიტორიის. საერთო ჯამში ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ, რას აძლევს მოგზაურობა ადამიანს? ჩვენ ხო ბედნიერებისათვის ვართ შექმნილი. დიახ. ეხლა ჩემი ნათქვამი კი არ არის. ბაბუა არისტოტელემ დაგვიბარა, რომ ადამიანს უკეთეს საქმე ქვეყანაზე არ აქვს. ბედნიერები. იყავით ბედნიერები. ყველაფერი ეძღვნება ბედნიერებას. მოგზაურობას თავით არის ბედნიერება. ეს სოფლის მაყურების დაგმაყოფილება, ჯანმრთელობის ასათვად გაუმჯობესება, სიამოვნება, გართობა, ამიტომ მოგზაურობას აქვს ძალიან დიდი ფუნქცია ჩვენ ცხოვრებაში. ვისაც ამის თავი აქვს, ვისაც ამის ფული და შესაძლებლობა აქვს, ვისაც ამის დრო აქვს, არ დაუცადოს არაფერს და მოასწროს ამის გაკეთება ჯობია. ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ. დიდი მადლობა. შემშურდა თქვენი 65 ქვეყნის, იმედი მაქვს, რომ მეც ნელ-ნელა წამოგეწევით, ასე ვთქვათ, ამ საოცარ ჩამონათვალში. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ბატონი ნუგზარ რუხაძე გახლდათ ჩვენი სტუმარი, რომელმაც გაგვიზიარა საოცარი სათავგადასავლო მომენტები მართლაც ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან. ამ ინტერვიუს გამეორებას თქვენ მოისმენთ 4 შაბათ საღამოს 7 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. მომდევნო კვირაში კი უკვე ახალ სტუმართან ერთად შევხვდებით ახალი სამოგზაურო მარშრუტით. მადლობა ნახვამდის.